ეთერში დაბრუნდა უკვე ორშაბათობა თავისი ძირძველი წამყვანებით. მე პირველ რიგში ბოდიში მინდა მოგიხადოთ, იმიტომ რომ წინა გადაცემაში სიცხე მქონდა და ვერ ვიყავი და აი უსახური გადაცემისთვის ბოდიშს ვიხდი. ბატონო ვახტანგმა მოიყვანა თავისი ყოფილი თანამშრომელი გიორგი პავლიაშვილი და საშინლად მოსაწყენი გადაცემა იყო, ჩამეძინა რომ უყურებდი ორჯერ. სილკში ყველასით მოსაწყენი კომენტატორი იყავით, იმიტომ რომ წინა გადაცემას უყურა და მე პროდიუსერი შემოვიდა გადაცემის და ვერსის ვერ წინაოდა სხვათა შორის. არა, ერთი ყავდა ჩვენზე მოსაწყენი იყო ერთი. არა, ერთი არა, ბევრი ყავდა თქვენ მგონი. არა, ერთი იყო და აი ყველაზე მოსაწყენი ტიპი ერთი იყო. მაგრამ მალე წავიდა. და თან ისე წავიდა რა, რომ თქვა რომ მივდივარო, კაიო უთხრეს. არავის არ უკითხავს, აპრე მიდიხარო. შენ ხო ჩამოგახიეს კალთები რომ მიდიოდი? არ დაგტოვო და არა, მე შედარებით გაიბძოლეს და ერთი მოსაწყენი ვინც იყო. შედარებით რა, კითხები მაინც დაისვა, დაისვა. რა ვქნა, რა შეიძლება ვქნათო და შენზე იყო შენზე რა მოითხოვე? რა მოითხოვე? ისეთი რომ ერთზე გისრულეს. ვერტფრენი და ისა 12 კალიშვილი. ვერტფრენი და ისა $200,000 მოითხოვე? დიახ, ხო. მეგობრებო, ფარ დაავხადოთ. ტატო მოითხოვა რეპორტაჟი $1 მეტი. მუშაობს თულა 45 ლარი მომეცითო და იქთან მოხდეს რომ შენო ბიჭი რამის ხო ჩამოარტყი თავიო და სტრატეგია არ იყო. ჩალაგდა და წამოვიდა. არა ის ყველაზე მოსაწყენი ტიპი ვინც იყო ის რომ მივიდა და უთხრა მე უნდა წავიდეო, კაიო უთხრეს. ძალიან კაიო. არა, ის რომ მივიდა. ძალიან კაიო. ის რომ მივიდა და ეგრე თქვა ის მაინც არ უთხრა ეს რა ქვია ესე დავრჩები თუ ესე და რაღაცა ის მივიდა უთხრა რომ წავედიო მეო და ეხლა 5 ლარით მეტი მომეცი დავრჩები. ძალიან კაიო. ვაჭრობა კი არ დაუწყია ვიღაცებისავით. მე 5 ლარი არ მithქვა ჯერ ეს. კითხვა იყო, რა შეიძლება გავაკეთო, მეთქი ესე თქო. პირობები წავაყენე, რაც იყო. არა რომ მithქეს, ძალიან კაი თქო. და შენზე პირობაც არ წააყენეს, ანუ შენ რომ მიხვედ, ძალიან კაიო გითხეს. მე უნდა წავიდეო, შენ კი არა, ბოდიში, შენ შუაში ხარ. აი ეს ყველაზე მოსაწყენი ვინც იყო. ხო და იცი რატო ეგ? იმიტომ რომ აღარავინ აღარ იყო დარჩენილი. მე რომ წამოსული ვიყავ, მაგეთო ეხა ტატოც არ წავიდესო და მაგეთო წაგიყენეს. შენ რომ წასულიყავი ჩემამდე, შევა ჩემსაც ეთქვათ ეგ. როგორ არა, აი ვაკო იყო მაგალითად იმ დროს. ვერ გიგე. ანუ არავინ არ იყო. ეს წამოვედი. ეს წამოვედა, ეს წამოვედა ორი კვირის მერე. ამას სანაკრებოები მაინც წაიყვანეს. ხა შენ გამოასწარი? ხო, ეს წამოვიდა, ცოტა ადრე წამოვიდა. გავცვალოთ ადგილები თუ როგორ ვქნათ ხა? ბატონო ვახტანგ, დაბრუნდით. არა, მე კარგად ვიქიპედია გახსნა. წინა. შევიდა ვიკიპედია გახსნა პირველი. ბიჭო, კომენტარებს რატო არ გითხო? ვიკიპედიაში გავხსენით ან ვიკიპედია? ვიკიპედიაში გავხსენი ვიკიპედიას გვერდი. კომენტარები გახსენი ხოლმე შეჭი. აიცა. ან ვიკიპედია. პირველი არის ენციკლოპედია, პირველი სიტყვა. მერე არის reference work. მერე არის document 3, written 4, language 5. რაც ვიყავ შეჭი. არა აყავა communication 6. information abstract concept. გამოუწევ დაბრუნდით თავის ადგილზე. premises proposition meanings philosophical. აი philosophy ხო არის? ხო ეს არის. მერე ყოველჯერ ფილოსოფიასთან რომ მიდიხარ. აჰა ძმაო, მივედი. აი ვიკიპედიადან მივედი ფილოსოფიას. დადი. გადაჭიქი. აქ ძალიან კიდე 40 თომაში. ვაჰ. მე კომენტარებში რა ხდება, ვერც გავიგე, იმიტომ რომ ამას გახსნილი არა აქვს შეჭი. გახსნილი გაქვს, ჩემო კარგო. რა სტრიპტიზია შეჭი. სილკი არის ოქტოპოსის აკადემიაო, ხე. ჩაკაფული თუ რა? ჩაკაფულსა და სტეიქ შორის საერთოდ მე ძალიან მიჭირს, აი ეს ხორცი, ეს ცალკე აღებული შევადარო კერძს რა, აი მწვადი მაგალითად. კი, გვაფიქრდება პირველი კერძებს რო ჩამოთვით, რომ მწვადი ისა ესე, მაგრამ არ არის ეგეთი მნიშვნელოვანი კერძი, ანუ მე მირჩევნია ესენი რა ქვია, კერძი მივირთვა, ჩაკაფული მირჩევნია. ჩაკაფული მეც მირჩევნია. იმიტომ რომ თქვი კიდეც ერთ სულ ჭამდე თქო, გადა რომელი მირჩევნია თქო, მირჩევნია ჩაკაფული მეთქი, მწვადს, აბწვადს მეთქი სტეიქს, მირჩევნია ჩაკაფული თქო. ეს, მაგრამ მარტო ერთ სულ ჭამდე სულ ჩაკაფული რახან კერძია, მომბეზრდება მეთქი და სტეიკი ნაკლებად მომბეზრდება თქო. კაც არის ხო. ბიჭო, არ ეგ მგონია შემწვარი ხორცი,
სტეიკიც არის რეალურად. გონია რომ უფრო ნაკლებად მომბეზრდება, სულ რომ ყოველდღე რომ მაგას ჭამდი. ვიდრე ყოველდღე ჩაკაფულს ჭამდი, რომ ჩაკაფულს ძალიან სპეციფიური გემო აქვს და კერძია. ეს არის პროსტა ხორცი, შემწვარი. გინდა გითხრა აგეთ დროს ერთ საჭმელი ამ ხორცსაც ნახეთ ან სხვადასხვანაირი გემოები აქვს რეალურად. სტეიკი ყველა ერთნაირი ვერ არის, ხო? ყოველ ზოგი როგორ შეიწובה, ზოგი როგორ შეიწובה. სხვადასხვანაირი გემოები აქვს. ჩაკაფულიც ეგრე ბატკნის კი ბატონო, ორის მეტრაკლები სოკოსი და უფრო მძაფრი გემო აქვს ჩაკაფულს, იმიტომ რომ კერძია რა, ძალიან გემრიელი, სასწაული ეგეთოს ერთ პროდუქტი. კერძია, როგეთქია რა პროდუქტი გინდა რომ ჭამო, უნდა უთხრა კვერცხი ან კარტოფილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვარიაცია არსებობს, რომ არ მოგვეზრდეს. ხო, კი. კი, კვერცხი ჯობია. აი იმ კვერცხის დაჟე ანუ ტკბილი შეგიძლია გააკეთო რაღაცა, ისიც შეგიძლია. ანუ კვერცხით რაც კეთდება, რომ main ingredient რაც კვერცხია, ყველაზე მეტი რაღაც გამოდის კვერცხიდან. კარტოფილი ცხოთა შორის რა. პიურე, ხო რომ იმედი არ გვიყურებს. შემწვარი, მოხარშული, ესეთი, ისეთი, ანუ გამომწხვარი, ანუ ძალიან ბევრნაირი ვარიაცია კარტოფილია რა. მაინც კარტოფილია, ანუ დიდი სხვაობაა ჩემეზე, აი შემწვარ კარტოფილსა და მოხარშულს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. კი. მას შეგიძლია დაამატო რაღაცეები, გემო რომ მისცე? ხო, აბა ეხლა სტეიკი თუ უნდა იცვალოს და სხვადასხვანაირი უნდა იყოს? არა, სტეიკი იცვალოს არ გულისხმობ რამეს ამატებ, პროსტა შეიძლება სხვანაირად ცოტათი ოდნავ მეტად შეწვალ და უკვე სხვანაირი გემო აქვს ცოტა. ხო, სტეიკი ხო ბევრნაირი არსებობს, ბევრი რაღაცის არსებობს სტეიკი. არა, ეგ ხო, მაშინ ნუ მანდაც ერთ ეგრე უნდა იყოს. ანგუსის სტეიკი უნდა იყოს, და ანგუსის სტეიკი დიდად არ შეიცვლის გემოს. ხო. სხვა ქუჩაში მოვსეირნობდით მელიქიშვილზე და ერთ-ერთი ადამიანი შევნიშნეთ, რომელიც მოდიოდა საპირისპირო მმართველობით და ხომ არ მოხვიდოდიო ბატონო ვახტანგმა უთხრა. ხო და რატომაც არაო, აი ესეთი. თუ გამოისწობთ, აბა ვინ არის? და თან აქვე იმას გეტყვით, რომ ეს ადამიანი ერთხელ ყოლია. ჰინტი მივცეთ, ერთხელ ყოლია. ერთხელ ყოლია ოღონდ. სტუმრად მე დაგვეწევა და ერთად ვილაპარაკებთ უკვე. ალბათ სოფლიო ჩემპიონატს, ხო? ჩვენი გუნდის ნახევარმცველი მოწო მოგეხსენებათ. აი 603. მის პამავენ WF. წვანეთ უნდა შეგიღებათ, მაგრამ და შენი პერსონაჟი ის იქნება. წვანეთ არა, ლურჯად არის. არის ის ლურჯად აქვს? რაღაცა. მე მგონიო, ის რა ქვია. იცი რა უნდა გავაკეთოთ? კი. ლუკას ვთხარი რომ მეთქი შემდეგი სეზონიდან თქო FIFA-ს Pro Clubs რო ვითამაშებთ, ყველა ფეხბურთელს სხვადასხვა სახელი უნდა, ანუ ჩვენი თავით აღარ უნდა ვითამაშოთ რა. ანუ მე ბაციკაძე აღარ უნდა. არა, ხო, ჯობია რომ ვიღაცა ტიპები გავაკეთოთ რა, რომ role play იყოს უფრო. არა და მე რო გავაკეთე, ამაზე დამეჭვა ჩატ. იმიტომ რომ შენ ახლა გააკეთე, ჩვენი თავი ვიყავით და გაერით. წამოვიდა მე, ჩემგან წამოვიდა. ხო, იმიტომ რომ მოწვა იტაცა ხალხმა, რომ მოწვა და ანუ გაიჩიტა ვაფშე სხვა ტიპი რაღაც. ეს არის მოწვა ახლა. ხო. არა ბიჭო, მაგრამ ეგეთის გაკეთება გაჭირდება. 1000 ლაიქს ავიდეთ მეგობრებო რა. მოწონიკი და მაგარინიოს ვამბობს კომენტატორი ეგეთი რა. არა, მოწონიკი არა, მაგრამ ეხა თამაზაში ჩემო ანუ თამაზაც ხო ის არის, აიკონიკ ქერექტერია. ჰა? თამაზაც არა? ხო, თამაზაც. მართლა? თამაზ. გამორთულია კინოს კომენტატორი. მოიცა შენ თუ კომენტატორი გამორთული გაქვს, ხმა არის ვის მე? როგორ არა? არა, შენ გავთქვა შევანაძეს აქვს თვითონ გამორთული, მაგრამ კალასთან ხო ინდის მონდეს? კალასა არ გამორთული მაგ სტრიმზე არის მის ხო? ვსე, ოკეი. მაგრამ საიდან ეს სხვა მაგარინიო? შენთან ის. მას აქ აწეული ხმა და მაგარინიო. ჩემზე რაღაც ამბობს, ბატის ბატალიაო თუ რაღაც ამბობს. მე ბატალია თუ ბატი. დანარჩენი ყველას ის გვაქვს, ხო? ჩვენი სახელი გვაქვს. ხო. აჩი არის არჩი. არჩი ქვია და არა არჩი. ხო. არა, ჯაფარაში ჩემ. ჯაფარა, просто უბრალოდ ფერი პატრიოტია ასე ჩემ. ბიჭო. აჩი მოიგო რაღაც ტურნირი შეჩემა და ჯგუფში ჩვენთან ისეთი გადაობა დაუწყეს, რომ კაცი გადარიეს. იდით ამდენი ხანია აჩი მაგ ტურნირისთვის ემზადებოდა რომ მოეგო? ანუ საკმაოდ დიდი ხანია ჩანთხეული და ჩვენ რო ეკაიფებით ეს კი არ ნიშნავს იმას რომ თქვენ უნდა გამოაგზავნოთ პოსტერები რომ მას მოვუგო რა ქვია რაღაცა ისეთ არსებებს. ანუ რაღაც ცხოველები და რაღაცები იყო რაღაც ფოტოზე. მართლა? ხო, და აი აჩიკო ის მოვუგო და მოვუგო რაღაცა. ხო და ძალიან გთხოვთ მეგობრებო, ესეთ უზნობიარი ადამიანს როგორც აჩია, ცოტა ესე გავუფრთხილდეთ რა ქვია და არ დავცინოთ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია მიდიოდა მაკეთკენ რომ ეგ ტურნირი მოეგო. ჟერევია ეს ჩემო? ნუ ხო ამდენი ხანია დადის. იმასაც ყველა დაემტრა, ხო? ხო და არა.
ბიჭო ძალიან მიჭერს. წადი ჩაიცვის რაც არა, სოფლიო იწყება არგენტინის მოიწმით. ცოტა არა, ხო დამარცხა. მარტივია, მარტივი ნავდათ არაა 13 წლის ბავშვებთან მოგებაო. მართლა ის არის სამოყვარულო ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია როგორც ვიცი და ბევრი ისეთი გამოდის ყოფილი ჩოგბურთელი და რაღაც და ეგეთი ტურნირი მოიგო. კაცი ჩოგბურთელები? ც. შერეულია, მაგრამ ხალები ცოტანი არიან. აი რა გითხრა ეხა რატომ მეკაჭები? არაფერი. ერთხელ აჩის მოვგო გოგომ და ჩვენ დავცინეთ, მე რა მოხდა, ანუ ეხლა ჩვენ ძმაკაცები ვართ და დავუძეთ თქვენ ვინ მოგცათ მაგის უფლება ვერ გავიგე. მე რო ჩოგბურთი მათამაშო. ეხლა არასრულწლოვანიც მომიგებს გოგო დაჟე. არა თუ სრულწლოვანი. 5 წლის ბავშვი მოგიგებს, ვინც ჩოგბურთზე კი, დადის. კაცო, თავისუფლად. ძალიან თავისუფლად. 74 წლის ყოფილი ჩოგბურთელი. რა ჩერდებიან ბიჭო ნახე რა. არა, თქვენ რაც გინდათ ის კეინთ. თუ გინდათ ისევე კაიფეთ კაცო, მაგრამ მახარა და მე რო ეკაიფებით. ტრავმირებული იყო ის გოგო, თორე ამოტენიდაო. ხო, ნუ გავიგე ხა, მაგრამ არა, მე არა, ლაჩიც ამბობს, რომ ძალიან მაგარია ის ერთი. არ მავიცებ, საფრთხე და ქვია. მაგრამ ძალიან მაგარია, ძალიან მაგარ თამაშობს. ჩოგბურთის ეს სპორტი. ჩვენ ძალიან შევაჩვიეთ აჩისეინა გაიგე. ბიჭო, ხო, ძალიან მე აჩის როცა ვეკაიფები რაღაცას, ეთერში არ ვეკაიფები ხოლმე. ეს სად მაქვს საშუალება რომ ეთერში ვეკაიფებ, მაგრამ მაინც არ ვეკაიფები ეთერში. ხო, ჩვენ. მაიმის ბრალიცა. რა, ზაგაჯვათ ერთგულ გიპასუხოთ რა. არა, ამოჭრას. ჩვენ ხო. არა, გზალოფლებაც აქვს, ხო. ძალიან შეგაჩვევინათ ენა თვითონ. მახარას ბრალია უფრო. ნახარას ბრალი არ არის, აჩიკოს ბრალია. კაცი რო აძლევს საშუალებას, კაც რო ეგრე გეკაიფოს. ეს ეგ შენს გისწორდება. თვითონაც კაიფობს ახლა. ხო, ალბათ. მაგითო ახლა თვითონ ხო გადაობს ამაზე, მაგრამ თვითონაც იცინის ხოლმე ხე, იმიტომ რომ იუმორის გზნობა აქვს, მაგრამ მე აი იმკის ამ შედეგს რომ შეება ადამიანი რომელიც უყურებს ამ ყველაფერს გარედან YouTube-ზე. ვერ ხვდება რომ მახარა რო ეკაიფება აჩის, ან კალა რო ეკაიფება აჩის. ეგ სხვა არის, იმიტომ რომ ძვაკაცები ხართ. და როცა უცხო ადამიანი უწევს რაღაცას, იმას შეება ლაჩი შეგაგინოს მე. იმიტომ რომ შენ უცხო ადამიანი ხარ. ძვაკაცი არ ხარ იმის. ეგ არის ხო. ვიტყოდეს რაღაც ჩვენ ჯგუფში მოგინდათ ის რა ქვია. წადით და მაგათ ჯგუფში ეკაიფეთ ვერ გავიგე. მე ჩვენ ვაღდებით უხერხულში კაცო. აჰა, აი ნახე როგორი კომენტარია. არ წავიკითხავ ხომ ახლა. აჰა. ხო, ნუ არა გავიგე ხა ეგეც უხდება კაცო. არა, ხო, არა. გადაობაც უხდება, მაგრამ 1-2 ისეთი ის იყო რა. ერთი კომენტარი იყო, მაგას ვიღაცა წერა რომ რა ეწერა, ანუ გეობაზე თუ რაღაცაზე ქონდა რა. ნომერ პირველი გეიაო. ნომერ პირველი გეიაო თუ რაღაცა. ეხა, ეგ არც ხუმრობა არ არის რომ გაგეცინოს. არც პანჩლაინი არ არის. არც სიმართლე არ არის რომ დაუწერო, ანუ არაფერი არ არის და ეხა ეგეთ ადამიანს ნუ წერთ, ეგეთ რაღაცას რო წერთ კომენტარებში, ჩვენ დავბლოკეთ ეგეთი ადამიანი. ხო და რა ნუ მე გადავედი მაგ ადამიანის პროფილზე სხვადასხვა და არ დარჩენდა ცუდი ტიპი, მართლა. ანუ ესე რაღაცა ხო არიან ეხა ცუდი ტიპები, რომელიც იტყვი რომ აი ეს ხო, გავიგე, მაგრამ არ ჩანდა ცუდი ადამიანი, მაგრამ საქციელი არ არის კაი. ისეთი კომენტარი იყო რომ მაგის გამო შევედი ჯგუფში დაიბლოკო ხო, უცხო ადამიანს არ უნდა დაუწერო, რავი, ჩემი აზრით, ეგეთი კომენტარი. ხო. მაგრამ ხანდახან ადამიანები, რომლებიც გვიყურებენ, თან ტყუილია ფრედი მერკურია ნომერ პირველი გეიო. იყო. არის. ადამიანები კარგავენ ხანდახან ზღვარს რა, რომ გონიათ რომ შეუძლიათ რადგან გეზმაკაცებიან შორიდან გითხრან რაღაც და ხა ეგრე ცლად ეგრე არ არის რა, რაღაცა მორიდება უნდა კონდეს და ჩვენ ჯგუფში ეგეთი კომენტარები რავია, ანუ არ მოსულა. დამთხო არ არის საინტერესო, იცი ის ვიყიდე. ცხრილი ვიყიდე ბიბლუში იმისი ამ სოფლიო ჩემპიონატის. თაკმოდ კარგი სხვადასხვა ლელოსი. და უნდა დავკიდო, უნდა დავკიდო სახში ზუსტად იმავე ადგილას, სადაც პირველად ვაფშე გავიგე რა იყო ცხრილი, როცა მამაც შემმა დაკიდა, იმიტომ რომ ზაფხული იყო, წყნეთში იყო, წყნეთში ვიყავით და იქვე დაკიდა ცხრილი, რა გინდა შეჩემმა. დამთხევა, იმიტომ რომ ზუსტად ნახე არც ერთ ჩემპიონატზე ბოლო წლებში არც ერთ ჩემპიონატ წყნეთში არ ყოფილვარ. რომელ წელს დაკიდა? 94-ში. 14-ში. ამერიკა. ძალიან ბევრი დამთხევაა. მაშინ წყნეთში ბოლო სოფლიო ჩემპიონატის, რომელსაც წყნეთში ვიყურე, იყო 98. მართლა. მაგის მერე 2002-6-ში არ ყოფილა წყნეთში, რა თბილისში ვიყავ სულ ჩემპიონატების დროს და მერე ავდიოდი წყნეთში. ან მაგალითად 2018 წელს მე ვაფშე არც ვსულ ვარ, სულ თბილისში ვიყავ. ჩემთვის არის 10 ეგეთი წყნეთში რო უყურე ბოლოს. სოფლიო. შეჩემო 2018 სოფლიო ჩემპიონატზე შენთან ვიყურე მე წყნეთში თამაში და შენ სად იყავი?
18 წელში ვიყავი ხო? არა, ხო, 18-ის ის კონდათ FIFA-ს თამაშობდით მაგროს მახსოვს. მუნდიალის იმაზე. კოლუმბია, ხო, წელში ვიყავი მართლა. კოლუმბია ინგლისში ყურებს მან. კი, წელში ვიყავი ხო? 18 არის, ხო? კი, დაჟე 22 წელში ვიყავი. რა თქმა რა უნდა. გავანტრა? 22 წელში ვიყავი. კი იყო ნოემბერში, მაგრამ უკვე გადასული ვიყავი, მან უკვე წელი. საფხულში. კაი, 98-დან 2018-მდე არის ხო? 98-დან 2018-მდე მართლა არის. გაგრა 20 წლიანი ის. 20 წელი იყო პაუზა. მაგრამ ნუ დამთხოვა არის, რომ ზუსტად იმავე კედელზე უნდა დავკიდო ცხრილი ამერიკის სოფლიო ჩემპიონატი, სადაც მამაჩემო 94-ში დაკიდა და ის გააქშენახული? არა, ის დამეკარგა. მაშინ პირველად გავიგე, ცხრილი რა იყო. არ ვიცოდი. სხვა ლექსი არ გამოუვიდა, მაგრამ არა. მე რასაც ვამბობდი, თქვენ გადამახვევინეთ. მე ვამბობდი იმას, რომ 30 წლის წინ მამაჩემ 30 რა. ეხა ვიჭერი 32 წლის წინ სადაც მამაჩემ ცრილო დაკიდა და კედელზე და ეს რა არის მეთქი რო კითხე რა ცრილო აქ ანგარიში მე ჩაწერო და რაღაც რო გამისწორო და რაღაცა მაგის მე იქ უნდა დავკიდო ახლა ზუსტად მეც ამერიკის ჩემპიონატის ცრილი გააზრიან ცრილი. კი და კაი ცრილი სხვა